ბიჭები, ჩვენ რატო არ ახართ ხერხზე, ჰა? ძალიან მაგარი გოგო. ნამდვილად გიჟი არის. არა ჩვეულებრივი გოგოა. ხალხი დარბაზი ფეხზეა. ჟიურიც ფეხზე იყო. სტეფანე. ხო. გიორგის უპასუხებ რეპერტუართან დაკავშირებით, რომ ერთი ბრძნული გამონათქვამი არსებობს ყველამ თავის მამიდას მიხედოსო და თვითონ მიხედოს თავის ერთი სიტყვა გამარჩა, მაგრამ კაი. რაც შეეხება სოფის, მე მინდა გამაცხადო ესეთი ამბიციური რაღაც ახლა, რომ მე ვთვლი, რომ სოფოს შესაძლებლობისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერა იყო ძალიან ეფექტური, ფაქტიურად აი როგორც სხვა მომღერლისთვის ჭრელო პეპელა, ისეთი სირთულის სიმღერა არის, როგორც იქნა ვიპოვე შემდეგი ტურისთვის მისთვის რთული სიმღერა და ყველა მაყურებელს ძალიან ვთხოვ, რომ მართლა არ არსებობენ ესეთი მომღერლები ბევრი და მით უმეტეს საქართველოში და გთხოვთ გადაგვარჩინეთ და რამენაირად მიხვდით, რომ ესეთი მომღერალი შოუში არ არის. დიდი მადლობა. მადლობა. გიორგი, შენ რა სიტყვი? ჩემ მამიდას რაღაც ერჩოდა. მამიდას აი არ უნდა გამოიწვიო ხოლმე. მე არ გამომიწვევია ჩახი ალბათ ამ ნამღერმა და იმიტომ და გამოვიდა წყობიდან. სოფი რეპერტუარი ამჯერად ნამდვილად უკეთესი იყო და შენი შესაძლებლობებიც ნამდვილად ძალიან კარგად გამოვლინდა, რასაც შენ ახერხებდი წინა სიმღერებში, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ მაყურებლისთვის შენ მეტნაკლებად მაინც მიუღებელი რჩებოდი. სიმართლე გითხრა, ჩემთვისაც შენ როგორც ჟიურის წევრისთვის საუკეთესო ხარ, ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ როგორც მაყურებელს მე წინა ეტაპებზე შენთვის შეიძლება არ დამერეკა, ალბათ სავარაუდოდ არ დაგირეკავდი. აი ახლა არ ვიცი. ახლა სტეფანეს გუნდში რომ არ იყო შეიძლება დამერეკა. ოხ. თამთა გისმენ. არ უსმინე. მე გეტყვი ერთ რამეს. იმდენად აბსოლუტური იყავი, მართლა ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ შემიძლია ლაპარაკი. აბსოლუტური იყავი, მართლა აბსოლუტური ყველაფერში და მე დიდი იმედი მაქვს კი არა და მჯერას რომ შენ X ფაქტორი კი არა, მართლა მთელი ქვეყანა იამაყებს ოდესღაც და ესე უნდა მოხდეს. დამიჯერეთ. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი ხარ. მადლობა, სოფო. ეს იყო ყველაზე გამართული, პროფესიონალური, ემოციური და სუპერ შესრულება, რაც კი მოვისმინეთ და სოფო შენ ხარ არაჩვეულებრივი. არანაირი შენიშვნა არ მაქვს და ვიქნები ძალიან უსამართლო და არაადეკვატური, რომ რაღაცა ჩავეძიო. იყო იდეალური შესრულება და დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა სოფო. სოფო. გიორგი, დიდი მადლობა სოფო, დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მაყურებლისგან ვითხოვ აღარა, მოვითხოვ რომ დარეკავთ ნომერზე 0933335